მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ გადავწყვიტე რომ რადგანაც ნადირობის სეზონი არ არის, ისევ აქტუალური რო იყოს ჩვენი არხი, შევქმნა ესეთი ახალი კონტენტი რა. გადავწყვიტე სანამ ნადირობის სეზონი გაიხსნება, მოგიხვეეთ და განახოთ ყველა იმ ჯიშის დევრის მუშაობა, რომელიც საქართველოში ყავს დღესდღეობით. და რა თქმა უნდა, როდესაც ეს აზრი დამებოდა, პირველი ჯიში, რომლის წარმოდგენას თქვენთვის მომინდა, იყო სერბული სამფერამდევარი. სწორედ ეს ჯიში არის ის, რომელმაც შემაყვარა მდევრები ესე ძალიან და არ ვაპირებ, რომ ეს ჯიში როდესმე ჩემი ეზოდან გავაკრო. რაც შეეხება სტუმარს, ყველა გადაცემას, ყველა რუბრიკას ეყოლება თავისი სტუმარი და ამ გადაცემას ვერაფრით ვერ წავიყვანდი, გვერდით რომ ყოლოდა ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი გიორგი ხარძიანი. გიორგი შემოგვიერთდება ახლა მოგიყვებით პატარა ისტორია სერბულ სამფერამდევრებზე. კურთხევა შემოირბინა და იქ შევიდა. მეგონი იყო შეუხვია, თუ არ დაგინახია. ცეცა, ოდა იქ შეეფეთოს იქ. აი იქით წავიდა, ეგეც ევასკე. იმიტომ კურდღელი მაღლა აღარ ამოსულა. არა მე რას გეუბნები, ესე შემოვიდა, ვერ დაინახე, თუ იქით ვერ დაინახო? ეს ცეცა და ხალხა არიან? თუ ევოდა ხალხა? ცეცა მეორე არ ვიცი, ევოდა ბლა. მეორე სწორად შემოგვიერთდა გიორგიც
გიო, აბა როგორ განწყობაზე ხარ? მოგესალმები. ნორმალურ განწყობაზე ვარ, დღევანდელი მუშაობიდან გამომდინარე, მივესალმები შენს მაყურებელს. და მოვუყვეთ სერბულ სამფერამდევრებზე, ესე თუ ისე მოკლედ, რატომ გადავწყვიტეთ, რის გამო რა, როგორანაირად და ჯიშზეც რაღაცა მოკლე, ასე ვთქვათ, რეზიუმესავით გავაკეთოთ. კი, აუცილებლად. დაახლოებით 4 წლის წინ ამ დროს გადავწყვიტეთ ჩამოყვანა სერბეთიდან სერბული სამფერამდევრების ვინაიდან რადგანაც უკვე აქ იყო გავრცელებული სხვადასხვა ჯიშები, მდევრის რუსული მდევარი, რუსული ჭრელი მდევარი, ესტონური მდევარი, თუმცა ჩვენთვის დამაბრკოლებელი ამ ჯიშებში იყო ერთადერთი რამ, ალბათ უფრო სწორედ თავარი რამ რაც იყო, რომ FCA ესაგვარა ნუსხა არ ჰქონდა არც ერთს. ნუ ესტონურებს აქვს, მაგრამ მაგ პერიოდისთვის საქართველოში ესტონურები FCA ნუსხენ თითქმის არ იყო. საბედნიეროდ ეხლა ყავს რამოდენიმე კი, რატომ ჩამოიყვანა ჩვენმა მეგობარმა, რამოდენიმე. ამას მომავალ გადაცემაში აუცილებლად შევხვდებით ლადოს თავის ესტონურებთან ერთად. ჩვენ გვინდოდა უფრო მხოლოდ საქართველოში არა, საზღვარგარეთაც ჩვენი სახელის გატანა, ჩვენი შრომის წვალების და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა და მიღება რა, ამ შეჯიბრებში მონაწილეობა წინა წელს ხა მაგალითად ვიღავი სერბეთში. შენ წარმატებით დაიწყე ამის გაკეთება წინა წელს და კი, წელს უკვე ერთად მივდივართ, რამოდენიმე ძაღლით მივდივართ. მაყურებელს უთხრათ კი, რომ ნოემბერში igegmeba ჩვენი კი, ორი ძაღლი მიყვავს, ორი ჩამოყვანილი უფრო სწორედ და ერთი ну ზეცას შულზე აქ დაბადებული საქართველოს დაბადებულზე რომელიც სავარაუდოდ თუ მაგ დროისთვის დააგროვებს საჭირო გამოცდილებას ეგეც წამოვა. მოდი ხა ამას ცოტა მერე ვისაუბროთ ამას და მანამდე ისევ ჯიშს დაუბრუნდით. კი, ну 4 თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ძალიან ბევრი წვალების 4 წლის წინ. 4 წლის წინ. დავიწყეთ უფრო სწორედ ჩამოყვანა, ძალიან ბევრი წვალება და შრომა დაგჭირდა უშუალოდ მხოლოდ ჩამოყვანაზე, აქ თანხაზე არ იყო საუბარი, დაახლოებით კორონას პერიოდი იყო 5 თვეზე მეტი გაგრძელდა ეს ლეკვები, 2 თვის ნაყიდი ლეკვები გახდნენ. დაძალდნენ. რა, 7-8 თვისები იყვნენ უკვე რომ ჩამოვიყვანეთ. დაჟე ზეცა რო ნაყიდი ყავდა, ჟაკანა დაბადებულიც არ იყო მაგ პერიოდში რა, რაღაც თვენახევარია სხვაობა. მერე ეგ დაიბადა, მანამდე სხვა ყავდა არჩეული ის მოუკვდათ იქ სერბეთში და ნუ მეორე ჟაკანა მოგწეს რა. ასე იყო რა და ეს ჯიშები ავარჩეთ ჩვენ ძალიან დილეტანტები ვიყავით მაგ ჯიშთან მიმართებაში მაგ პერიოდისთვის არ ვიცოდით ანუ რაღაცა ზოგადი ეს სტანდარტის შეფერილობა ისა ეს რაღაცები კი ვიცოდით მაგრამ ძალიან მკაცრი სტანდარტი აქვს ზოგადად სერბულ სამფერას და თითქმის აი ესე რო ვთქვათ რა იდეალურად და მაქსიმალურ დონეზე შეფერილობაზე რო ვილაპარაკოთ მარტო ძალიან ცოტა ძაღლი ზის თვითონ სერბული სამფერა საქართველოში კი არა უცხოეთშიც კი ძალიან თვითონ სერბეთშიც კი ძალიან ცოტა ზის, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი სტანდარტი აქვს და ვიზუალური თვალსაზრისით ეხა უფრო მიდის შერჩევა ხოლმე, რომელი უფრო მიმსგავსებულია იდეალურ სტანდარტთან, მაგრამ ჩვენთვის, ხა ჩემთვის პირადად და შენთვისაც დარწმუნებული ვარ და ალბათ 99% სერბი მონადირისთვის იმას რა ქვია სილამაზეს და ესთეტიკას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. თავარი არ იყოს ძაღლი, ასე რომ ვთქვათ, ბრაკი, წუნდადებული სტანდარტში ჯდებოდეს და კონდეს მაქსიმალურად მაღალი მუშას თვისებები. მეც ესე უყურებ, ესე ვარჩევ ძაღლებს და ნებისმიერი მონადირე მეგონი ესე არჩევს. მოდი ვთქვათ აქვე რომ ჩვენ გაგვიმართლა იმაში. მიუხედავად იმისა რომ გამოცდილება არ გქონდა და ესე ზოგადად ავარჩიეთ ეს ორი ლეკვი ჟაკანას და ზეცაზე მაგ შემთხვევაში საუბარი. გაგვიმართლა იმაში რომ ორივე საკამაოდ მუშა ძაღლი ჩამოვიდა, მუშა სისხლები ჩამოვიდა. პრინციპში რაც ჩამოვიდა მაგორის გარდა კიდე ყველაფერი, მაგრამ 90% ყველა მუშაობდა, ეხლა რა რომ გავიხსენო, გამიჭირდება ალბათ 3-4 ძაღლი იყო, რომელმაც ანუ მაკედან მაგ 3-4-დანაც 1-2 იყო რომ მართლა ნაგავი იყო და დანარჩენი ეხლა სიტყვაზე ვერ იყვნენ რაღაცა ტოპდონისები, ეხლა ჩვენ გვინდა ძალიან ისეთი მაგარი და ნუ ეგეთი ვერ გამოდგა, მაგრამ ვიღაცისთვის მაგარია რა, ჩვენ პირადად ეხლა ავდა რამდენი ძაღლი გავიცი ეგეთები. რაც შეეხება აზე ვისაუბრეთ, სტანდარტზე ვისაუბრეთ, მოკლედ რო თქვა დაახლოებით, აი ზომებზე ვიტყვი, შეფერილობაზე ვიტყვი რა. ზომები არის ხვადის შემთხვევაში 45-55 საუბარი არის მიწიდან მინდაომდე. ძუების არის 44-54. სამწუხაროდ ბევრები არიან რა, არ არიან. სამწუხაროდ ბევრ გვერდზე უკვე და ძალიან სხვადასხვა გვერდებზე უკვე ძალიან ხშირად ხვდები არასწორ ინტერპრეტაციას ამ სტანდარტების მოაქვს სხვადასხვა საიტებიდან. ნებისმიერი ჯიში, რომელიც არსებობს და არის აღიარებული FCA-ის მიერ, შედით FCA-ის საიტზე და იქ უდევს თავისი ოფიციალური სტანდარტი. რამოდენიმე ენაზეა. Google-ში მოიძიებ, Wikipedia-ში ყოველთვის არის თომილებები. შემდეგ მეორე ნიუანსი რაც არის ამ ჯიში და ძირითადად ბალკანეთის მხარეში გავრცელებულ ჯიშებში.
თანკბილვაზე არის საუბარი. ამ ჯიშს როგორც ყველა ჯიშს არის ყველა არა უმეტესობა ჯიშს მაკრატლისებრი თანკბილვა, თუმცა ამ ჯიში თანაბრად არის დაშვებული ეგრეთ წოდებული კლეში, ანუ სწორი თანკბილვა, ანუ ესეთი თანკბილვა რა. ანუ არ წერია იქ რომ სიტყვაზე ესეც დაშვებულია, მაგრამ უჯობესია მაკრატლისებრი კონდესო. ორივე არის თანაბრად. კლეში შემთხვევაშიც უმაღლესი შეფასება შეგვიძლია მიიღოს, მაგრამ გავიდეს. ოღონდ არის საუბარი სწორ კლეშზე უკვე აი ბულდოგს რო ეძახიან. არეულ იმაზე უკვე მაგაზე აღარ არის საუბარი. მხოლოდ ეს ორი თანკბილვა არის დაშვებული სერბულ სამფერამდევაში. შეფერილობა, ძირითადი ფერი სასურველია იყოს ყავისფერი, შავი ფერი სასურველია იყოს უნაგირისებრი ან ცოტა მოზრდილი ვიდრე უნაგირი და თეთრი არ უნდა იყოს 1/13-ზე მეტი. ხალები და კოპლები რაც ნაკლები მით თუ საერთოდ არ აქვს იდეალურია, თუმცა აქ-აიქ რამოდენიმე ცალი დაშვებულია, მაგრამ არა ბევრი. თუმცა ჭრელი უკვე ბრაკი არის, აჭრელებული. მე მაქვს საუბარი იდეალურთან მიახლოებულ ძაღლებზე, მაგრამ ნებისმიერი სამფერა ჩვენთან რაც არის საქართველოში, ყველას აქვს თითოეულა ხალი აქვს. მაგრამ არა მარტო საქართველოში, მე რაც ნახესებებში 99% აქვს და დასაშვები არის. უბრალოდ აი დალმატინელის სტილში აღარ უნდა გადადიოდეს ეს. დაჟე მაგდენიც კიდე ნაკლები რა, აი რამოდენიმე ცალზე და უკვე საუბარი დიდ ხალზე, ან წერტილები, რამოდენიმე თითოეულა რაღაც ფეხზე კიდე შეიძლება, მაგრამ უკვე თუ ანუ გამოკვეთილ თეთრზე დიდი ყავისფერი ხალი ეგ უკვე არ შეიძლება რა. თვალის გარშემო უნდა იყოს ყავისფერი და შემდეგ უკვე შავი. დასაშვებია შავი ესეთი თავი, ზოლითაც, შედარებით მუქი თავიც და თლად ყავისფერი არ უნდა იყოს. მინიმუმ საფეთქლებზე უნდა ქონდეს შავი ლაქა. აქეთ იქიდან. კი ბატონო. ზომა ეგ არის. სტანდარტი და მუშა სტანდარტი ამ ჯიშს რაც აქვს, ასე ვთქვათ, საველით რითაც განსაზღვრავენ ეს სერბები, მოკლედ რომ ისაუბრო, მაგაზე დაახლოებით ესე არის რა, ძაღლს ეძლევა 40 წუთი ნადირის საპოვნელად. იქ არის საველები ძირითადად 99% შემთხვევაში ტარდება ყურდღელი, მელია, ტურა, აი ესეთი უპირატესობით. და გამონაკლისის შემთხვევაში არის ღორზე საველი. ღორზე და უკვე რამოდენიმე წელი დაიწყო, რაც ოფიციალურ დონეზე 2-3 წელია თუ არ შეიძლება დაიწყო. და ეს საველეებზე ყურდღელს ან 40 წუთი აქვს საპოვნელად. ამ 40 წუთი და 40 წუთში სიტყვაზე მეორე მესამე წუთზე თუ მაგალითად ძაღლმა ყვალში ჩააყეფა, იქიდან ეძლევა 15 წუთი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი წუთი იქნება, 15 წუთი ეძლევა იქიდან დრო, 15 წუთის დასრულებისას თუ ვერ იპოვა, 1 წუთიც რო გადაცდეს, არ აქვს მნიშვნელობა, სულ ოქროს ყურდღელი იპოვოს, ხსნიან იმ წამს. არანაირი პატიება, არანაირი მეორე გაშვება, არანაირი რაღაცა მობიერობა, იმიტომ რომ იმ დღეს იცდება ძალიან ბევრი ადამიანი და იქ შენ რო ერთს ვიღაცას იმ წუთს მოუმატებს, შეიძლება მე იმისთვის ის ბევრს ნიშნავდეს. ამიტომ ერთმანეთის იმას პატივისცემენ, საჭის გადაწყვეტილებას პატივისცემენ, დროების პატივისცემენ და წესებს იცავენ მაქსიმალურად. ანუ კონკრეტულად სერბეთის საველეები რო ავიღოთ, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ შაბათს ოქტომბრის შუიდან თებერვლის ბოლომდე მაქსიმალურად არის. დღეში მინიმუმ 60 ძაღლი მაინც იცდება, ხო? ხო, საველეზე არის, ხო, ეხლა არის ზოგი საველე, მაგალითად 30 ძაღლზე მეც არ უშვებენ. არის საველეები 120-150 ძაღლი ადის ხოლმე. ტერიტორიიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 60 ძაღლი მინიმუმ ყოველწლიურად სტატისტიკა მქონდა ნახე 1000-ზე მეტი ძაღლი იცდება. ხო, წარმოიდგინე. 1000-მდე საქართველოში საერთოდ არ ანუ 1000 ჯერ გადის, შეიძლება ერთის ძაღლი 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ გადიოდეს, მაგრამ ჯამში 1000 ძაღლზე იწერება შეფასება. ყოველწლიურად. და ახლა წინ გაზარდილი ნაბიჯი არის ეს ძალიან. შეიგან თავარი მიზეზი იმისა, რომ ამ ხალხს ხსდებენ რა. კი, შობადობის ხრივადაც ვისაუბრებ. ხა სერბულ სამფერამდეებზე ხა ძირითადი 99% ეს ჯიში მაინც გავრცელებული არის სერბეთში. ხოდი პირველ რიგში ვთქვათ, საქართველოში ამ 4 წლის განმავლობაში უკვე 50-ს გადავწვდით. 80 არის დანოვრილი უკვე FCG-ს. ოფიციალურად არის 80-ს აქ არის საუბარი. ლეკვები, ნაყრები, ესენი, ხა ნუსხა 80-ზე არ არის აღებული, თუმცა შეუძლია ამ 80 წელს ხონდეს ნუსხა. ალბათ 70% აღებულია რა, იმიტომ რომ ზოგი არის არიღებს ამ საკმარო ნუსხა, ზოგისთვის ფურცელია და ზოგისთვის რაღაცა არის და ანუ ძალიან ცუდია რომ ესეთი ხალხის ხელში ხდება სხვათა შორის. როცა ლეკვი მიყავთ, ყველას აქვს დაპირება, რომ აუცილებლად ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას მივიღებთ, საგვარეულოს ავიღებთ, საველეს ვცმოვზადეთ და მე რეკრება. გიო, ნედაშინ ეს ჯიში რო ჩამოვიყვანეთ, ალბათ გახსოვს რა ამბავიც იყო რა. ჩვენ გვეგონა რომ ხალხს გაუხარდებოდა და ესეც იყო ძალიან ბევრს გაუხარდა რეალურად. დღემდე გვერდში გვიდგას, დღემდე ბალეს ჩიკობს და
პირიქით мотивაციას გვაძლევს იმისა, რომ გავაგზავნოთ ეს საქმე ასე საკეთებს, მაგრამ უმეტესობა იყო, რომ გაგულანძღეს. განა ის რომ შენ პირდაპირ გაგულანძღეს, რომ ეგ რა ჩამოიყვანეთო და მოდი ამაზე ვთქვა ერთ. ნუ ეგ ხა არაფერია ხა ნუ გაგულანძღეს ხო, მაგრამ მეორე არის კიდე რა, აი ბევრს უყარს ხოლმე შედარება ჯიშების და ხშირად ვაწყდები ხოლმე მსგავს კომენტარებს, აი რუსული ჯობია თუ ეს, ან რუსული თუ რუსული ჭრელი ან ეს ტონკანა რაღაცა, აი უკითხავთ ხა ჯიშზე რო არ აქვს ცოდნა რომ აი სიტყვაზე ეს ტონკას ჯობს ძმა და რაღაცა აი ზოგადად ყველა ჯიში რო არის ჩამოყალიბებული და არის აქვს თავისი ვიზუალური სტანდარტი, აქვს ასევე თავისი სამუშაო სტანდარტი და სტილი. ძალიან არ უყვარს ხოლმე ჯიშებს შორის ესე რომ შედარება რა თქვა რომ აი თქვა რუსულის ჯობს ამას ან ის ჯობს ან ჯიშეულით ან ეგ არის ძალიან რთული რა, იმიტომ რომ ერთია რომ როგორ მგეშავის ხელში არის მოხვედრილი, მეორეა როგორი მოშენების არის რა გათვლებით არის იზაღლები და რთული და არასწორია მის დართვა შედარება ნუ ადრით ერთმანეთს პირიქით რა აი ლუკას მოძონს სერბული სამფერა ყავს სერბული სამფერა რო ეტყვის ვიღაცა რომ იცი რა რუსულის ჯობს შენ ჯიშს საწყენი არის მისთვის რა და რატო უნდა უთხრა ეგეთი რაღაცა ან პირიქით რომ მოხდეს რა არაფერი რუსულს თავისი მოყვარული ყავს და ყავს თავისი პატრონები სერბულს თავისი ყავს ანგლუს თავისი ყავს რუსულ ჭრელს და იმ ესტონურსაც თავისი ყავს არ შეიძლება ეს ჯიშების შედარება ჯიშების ლანძღვა მით უმეტეს კიდე უფრო არ შეიძლება და ნუ ლანძღავთ ერთმანეთის ჯიშებს პირიქით პატივი ეცით არ მოგწონს გაატარე რა არავინ არ გაძალებს შენ რო ყავდეს ის რაც ყავს იმ ადამიანს ყავს ის პირველ რიგში პატივისცემა არის მე პატივისცემ ყველა ჯიშს რა რაც არსებობს ყველას გამოყვანაში საკმაოდ დიდი შრომა არის ჩადებული და ჩვენ ეხა დღეს არ გადაცემს რომ გავიხილავთ ჩვენ რომ ეს უკვე გამზადებული მასალა გვაქვს ჩვენ და აი ეს მასალა როგორ შეიქმნა მაგაზე უნდა დაფიქრდეს ხალხი და მე მიხვდება ჩემთვის ჯიში არსებობს რომელსაც პატივისცემა 4 წლის წინ ეგრე იყო რა იყო 3 ჯიში და აქა-იქ იყო მეტისები რაღაცა გასკონის იმის ამის ის რაღაც გასკონებიც და სეგუჯიოებიც მის დროზე რაღაცა ისენი და დღეს უკვე საქართველოში არის FCI-შიც და კლუბებში სხვადასხვა კლუბებში სხვადასხვა ჯიშის მდევრები ევროპულებიც, ამერიკულებიც, აზიურებიც, რავი, ნებისმიერი კონტინენტის არის არჩევანი, ვის რომელი მოსწონს, იმას აიყვანს და ის ეყოლება. ვის რომელსაც ასე ვთქვათ, მუღამს გაუსწორებს, ის ეყოლება. მე ხა პირადად მე სერბული სამფერე რომ ისწორებს, მუღამს ეგრე ვერც ერთმა ვერ გამისწორა და ვერ დარწმუნებული არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვერ გამისწორებს ეგრე რა და მყავს მაგიტო ეს სერბული სამფერა როცა ამოვწურავ ჩემ თავს ამ ჯიში 10 წლის 15 წლის მერე და ხედავ რომ კაი ის ვეღარ შოულობ, კაი აღარ არის და დამელია ავდგები შევიწვი ამ ჯიშს, აბა თავს კი არ შევიკავ, შემოგავ ჯვარი კი არ მაქვს ამ ჯიშსა და წერილი. ესე არის რა და ვისაც რა მოწონს ის აყავს. ნუ გაულანძღავთ ერთმანეთს ზაღლებს, ნუ გაულანძღავთ ჯიშებს და პირიქით რა პატივი ეცით ერთმანეთის შრომას და ყვატო. მოდი სტილზეც ვისაუბროთ რა. სტილით ხო ეხა დიდად განსხვავებული სიტყვაზე, აი მაგალითისთვის ეხა კნინებით ფორმაში ნამდვილად ავნობ ეხა მაგალითად ეგ გასკონი ან სეგუჯიო ან არიეგიო ისი ან კიდე რა ბევრი ჯიში ეგეთი აი უფრო კვალში მომუშავე ძაღლები რომლებიც არიან რა აი კვალზე რომ მუშაობენ და აი შემოჭრა და მსგავსი რაღაცები შედარებით ნაკლებად აქვს და უფრო მე რასაც უყურებ ეხა და რაც მინახავს უფრო გამხტუნებელი ძაღლები რო არიან ვიდრე აი გაიხტუნებენ და დიდხანს რო დაძდებენ ხო? ხო არიან ეხა ეგეთებიც და ისეთებიც სერბული სამფერა პირიქით ანუ უფრო მადევარი ჯიში არის შეიძლება კიდე დარწმუნებული მუშაობა ეხა დიდი რო დაიწყებს თქვა სერბულის და თქვა სეგუჯიოც 4-5-6 საათ შეიძლება იმუშაოს ერთსა და იმავეს მაგრამ მე ვამბობ დროებს და ინტერვალის. ნუ ის იმის სტანდარტი სტილობრივად რო გამასხავთ აი უფრო მადევრები არიან ესენი კვალში მომუშავეებიც არიან ამათშიც მაგრამ უფრო მადევრები არიან აი დაახლოებით რო ავიღოთ მაგალითად აი როგორც რუსული მუშაობს როგორც რუსული ჭრელი მუშაობს აი მაგდაგვარი სტილი აქვს სამფერასაც ორფერასაც პოსაუმდევარსაც და ისტრიუმდევარსაც
მიდრეკილებები ამ ჯიშს ნადირის მიმართ მუშაობენ ყველაფერზე, სერბების თვითონ ამბობენ, რასაც ვესვრი იმას უნდა ზდიოს ჩემმა ძაღლმაო. კურდღელზეც მუშაობენ, ტურაზეც, მელიაზეც, ხორზეც, რაც მათ ქვეყანაში არის გავრცელებული დათვი ძალიან ცოტაა, თუმცა არის ბოსნია-ჰერცეგოვინაში დათვი საკმაოდ რაოდენობით, არის სხვადასხვა ქვეყნებში და იქაც შეუძლებელად მუშაობენ დათვზე, არ აქვს პრობლემა. ანუ მიდრეკილები არიან და მუშაობა შეუძლიათ თითქმის ყველანაირ ობიექტზე, რაც არის ხმელეთზე. გამოირჩევიან ასევე ეგრეთ წოდებული ზლობით, ანუ აგრესიულობით, უყვართ ნადირთან კონტაქტში შესვლა. საუბარი მაქვს ის ძაღლები, რომლებიც მუშაობენ ნადირზე, იმიტომ რომ ჩვენ უკვე საქართველოში გვყავს რამოდენიმე სერბული სამფერა, რომელიც სიტყვაზე ვიყიდეთ როგორც მეკურდღლე, თუმცა მუშაობენ ძალიან კარგად დიდ ნადირზე, დათვზე, ხორზე და თუ სხვადასხვა ობიექტზე. მე მგონი გავედით გიობოლოში, მეტი სასაუბრო ფიზიკურად სასაუბრო ძალიან ბევრი არის, მაგრამ ერთ ვიდეოში ყველაფერს ვერ შევაკეთებ, მაშინ გამოვა 3 საათიანი და 4 საათიანი ვიდეო და. ხო, ბევრს უკითხავს ახლა დაინტერესებულ ადამიანებს უკითხავთ ლეკვისაყვანა რანდომებიათ ან მომავლისთვის რომ უნდათ რაღაცები გავუკითხავთ ისე და აი მათთან ამაზე გაცილებით მეტიც მისაუბრე ხა რაც მე სიტყვაზე ცოდნა ამ პერიოდში და თუნდაც ჩვენ დავიგროვეთ უკვე ამ ჯიშთან მიმართებაში ჩვენი ვალდებულება სხვას გაუზიაროთ ვისაც ამის სურვილი აქვს ახლა კუჭა ვერ დავიწყებ და ვერავის ვერ მოვუყვები ამ ჯიშებზე მაგრამ ვისაც სურვილი აქვს აუცილებლად რაც ცოდნა მაქვს იმას ყველას და ყველაფერს გაუზიარებ კიდევაც ალბათ შენს ძალიან ბევრი ადამიანი გიწევს და მეც განსაკუთრებით თავიდან რომ ჩამოვიყვანეთ 10-15 ადამიანი მწერდა პირად შეყოვნებაში ჯიშზე და არავის არ დავზარებია. ო, ჩამოყვანეთაც ჩვენს მე ხარ, რამდენს შენია სურვილი და რამდენს ჩამოუყვანეთ დავეხმარებთ იქ შერჩევაში, ტრანსპორტირებაში, სხვადასხვა რაღაცებში. ხა დღესაც ეხაც კიდე ერთ ადამიანს ვიხმარებ მაგალითად, ვეძებთ კაი ლექს, ხვაც, ჩამოსაყვანად. ვიჭის ხა ესე პროსტაზე არ გვინდა წამოყვანა. ვიგამო რომ ჩამოყვანილი, რა გვინდა რომ კაი ავარჩიოთ იქ საველეებით, იქ ხაზებით, იქ ვიზუალურად და ყველანაირად რომ კარგი იყოს რა, იმიტომ რომ მე მგონია რომ თუ იხდი ფულს უნდა ჩამოყვანო კაი. ხურდაში რომ ძაღლები მოგივა და წასვლაზე ერთი ძაღლის წაღებულ ფულს რომ 8 ძაღლს ჩამოიყვან, ეგეთი არ გვინდა, ანუ გვინდა უკვე რომ კაი ჩამოიყვანა, ხო ამის პრეტენზია გვაქვს, იქ ჩვენ დავანახეთ და კიდე დავანახებთ სერბებს რომ არაფრით არ ჩამოუვარდებით და ჩვენი რთული პირობებიდან ახლა დღეს რა სირთულეებშიც გვიწევს მუშაობა და ზოგადად საქართველოში ვერ მეტყვი ადგილს ვერ მეტყვის ვერავინ ადგილს რომ აი ეს აი ადგილია რა იმიტომ რომ ყველგან არის გარკვეული პირობები ზოგან გზა არის ზოგან სიმშრალეა ზოგან გელია ზოგან შველია ახლა ზოგან ესე თითო პრობლემა არ არის უბედურებაც ეგა ყველგან 3 და 4 პრობლემაა აქედან ჩამოთვლილიდან რა და ეგრე არის რა ვქნათ ახლა საბედნიეროდ როცა უწევთ უკვე მე კაი პირობებში მუშაობა, იქ საერთოდ სხვანაირად მუშაობა. ეგრეა რა თქმა უნდა, ეგ გამოსვლებაა ამ ძაღლებისთვის. კი, რა თქმა უნდა. მუშაობა ახსენე და მოდი 1-2 სიტყვა დღევანდელ მუშაობაზე ვთქვათ. პირველ რიგში ვთქვათ, რომ პირობა არის რაღაცა გამომშრალი, მაღალი ბალახი, ნიავიც არა, ქარი უფრო ეს ბალახი უკვე იმდენადაა გაზრდილი, რომ ყარს მართ აი ადამიანიც კი სუნით რო გძნობ, აი რო ყარს, სხვადასხვა ყვავილი, სხვადასხვა რაღაცა საშინელი სუნი აქვს ამ ბალახსაც და თუმცა ამის მიუხედავად ძაღლებმაც და არ დაიკლეს და არ დაიშურეს და მუშაობით იმუშავეს, მაგრამ ის მუშაობა სეზონზე უკეთესი მუშაობები იქნება. რა თქმა უნდა, ეხა არ უნდა შეადარო ეს პერიოდი სეზონის და ადრე გაზაფხულის პერიოდი. მთლიანობაში როგორც დღევანდელი პროცესი რო აიღო, ჩემთვის ეხა პირადად მუშაობა რო ავიღო, მუშაობით იმუშავე ზაღლებმა წამი არ გაჩერებულან სული გული ყველაფერი ჩადეს, აი ერთი არ უფქვსავატია რომელიმეს, აი რა შეიძლება და გააკეთეს. რა თქმა უნდა, კურდღელიც გადავიღეთ. სანადირო სეზონი რო ყოფილიყო, ამ რთული მუშაობიდან გამომდინარე, ფეხში მოგიყვანა კურდღელი, მაინც აღვა. და ნუ ეგეც ხო საქმე არის. რა თქმა უნდა. ხო და მაინც გააკეთეს საქმე. კი, რა თქმა უნდა, ხარისხობრივად რაღაცა დიდხნიანი დევნები და ისენი რაღაცა ნაკლებად იყო. არც ისეთი კურდღლები არ შეხვედრიათ, კურდღით დაწმუნებული სხვაზე იყო მშობა და მე სხვაზე არ შეხვედრიათ, რომ ედევნებინათ ძაღლისთვის და ნუ რაც იყო, რას ვიზამთ ახლა ყოველ დღე რაღაც სასწაულის მუშაობები ვერ გიქნება. ჩვენ იმდენი სასწაული მუშაობა გვახსოვს ამ შევსდა ამ კონკრეტული ძაღლების და ჩვენ page-ზე, Facebook page-ზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები, კვირაში 5-6 და მეტი ვიდეო იდება. კი, სულ აქტიურობთ, ვცდილობთ, იმიტომ რომ ეს მოდი ბარემ ერთი პატარა საიდუმლოც გავამჟღავნოთ რა, ჩვენ ამის ცალკე ვიდეო ჩაწერა გვინდა, მაგრამ ამ ვიდეოში ვთქვათ და მე ბიჭებთან ერთად უფრო ცლად მოვყვეთ, რომ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს დევრების კლუბი
ჩემი გიორგი არის კლუბის პრეზიდენტი. ხო, ჩამოვაყალიბეთ ეს ოფიციალური სახე მივეცით ამ ყველაფერს და სხვა დანარჩენ უფრო დაწვრილებით დეტალებზე ჯობია ცალკე ვიდეო გადავიღოთ ბიჭებთან ერთად აუცილებლად ნალაპარაკები ვართ უბრალოდ დროს ველოდებით შესაძლებელს რომ ყველას ერთად გვეცალოს დავსხდეთ და უფრო დეტალურად დაწვრილებით განვიხილოთ ის ყველაფერი რაც ამ კლუბის სიტყვაზე ძალაში იქნება, ანუ რა რისი გაკეთებაც შეიძლება, რა მოვალეობები ექნება და ზოგადად ფუნქციონირება. ანუ ბევრს სამწუხაროდ ეგონა ეს კლუბი არის სიტყვაზე როგორც თქვა FCI-ის ან რაღაცა მაგათი კონკურენტი. არა, ჩვენ ვიქნებთ ვიტყვი მაგას FCI-ს დაბრუნებაში. ყველაფერს გავაკეთებთ FCI-ს ცდილობდით ჩვენ თავიდანვე. ეს იქნება რაღაც ვინმეს თუ ენდომება ამაში გაწევრიანება, მხოლოდ FCI-ის საკვალო ნუსხის მქონე ზაღლის პატრონებს შეეძლებათ. ასია და დანარჩენს უკვე დაწვრილებით სხვა ვიდეოში. ეს უკვე სხვა თემა არის და აქან არ გავავრცოთ ამას. კი, დანარჩენი წელს შემოდგომით წავალთ, მე და ლუკინო აუცილებლად და კაი შედეგებსაც ჩამოვიტანთ. შედეგებს არის იქიდან კიდე ისეთ ზედმეტ 10 კილოს ბაის გივირდები. დანარჩენი საკმაოდ სტუმართ მოყარე ხალხი. ძალიან წინა ერთხელ ხო გადავიღეთ ვიდეო მაგაზე ძალიან მაგარი და აი რო ჩამოყონა მოსმენის ნანახი ჯობია. რა თქმა უნდა ეგრეა. ეს იქიდან კიდე ბევრ ვიდეოს გადავიღებთ. და ერთი ეგრეა. დავამშვიდობოთ კიო ჩვენს მაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე და მოკლედ როგორც დაგპირდით ვიდეოს დასაწყისში ეს მიმართულება ჩემ ახსე სანამ ნადიროვის სეზონი გაიხსნება. იქნება აი ეს რა მომეწონა იდეა ყველა ჯიშ თითქმის არა აუცილებლად ყველა ჯიშ ჩავწერ რაც საქართველოში არის თავარია ამინდემაც ეგიცოს ხელი დროებით ნუ სეზონზეც გადავწერ მე თუ რაღაცა არც გაიგნება პრობლემა რა იმიტომ რომ უკვე ყავს რამოდენიმე ჯიში ისეთი რომ რამოდენიმე კი არა ბევრია ჩაწერ მე თუ მკითხავ ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმიტომ რომ რეალურად საქართველოში ვლოგი როგორც ეგეთი არა ეს ჯიშების განხილვა არის ძალიან საჭირო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეხლა იწყებს ნადირობას, რა ახალბედა მონადირეებისთვის ზოგადი ინფორმაცია რა გქონდეთ. ძალიან კაია. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა რა. გიოსკი დავემშვიდობები, მადლობა დღევანდელი დღისთვის წარმატებები. ნახოთ. დროებით.